რამდენი ხანი ველოდე ოპერატორებს, რომ სანამ ოპერატორები მოვიდნენ, მე ამასობაში ვნახე, ჩემი გადაცემის დღევანდელი სტუმარი, ვისაუბრეთ მთელი 1 საათი, დავგეგმეთ ყველაფერი, რაზე უნდა გვესაუბრო და შესაბამისად ყალბი გამოვიდოდა ჩემი წინასწარი წარდგენა. ამიტომ ამ შემთხვევაში პირდაპირ ესე დავიწყებ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის ჯაბა ყრუაშვილი, რომელიც გეშტალტ თერაპევტია. ხო, გეშტალტ თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი. ერთი და იგივეა, ერთი და იგივეა. გეშტალტი ძალიან ამაღლებულად მესმოდა აქამდე. ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიმართულებები არსებობს და ერთ-ერთი არის გეშტალტ თერაპია. ისე რომ რაღაც გერმანულ თერაპიას ავიჭღერ გეშტალტ. ფაქტში არის გერმანულია. ყველაფერი გერმანიიდან დაიწყო, რაც ფსიქოანალიზს ეხება, ავსტრიიდან და გერმანიიდან. ხო, სწორად ვამბობ, შვეიცარიიდანაც პრინციპში, ხო? მაინტერესებს შენი დაკვირვებით დღეს რა მდგომარეობაშია ქართველი ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა? რთულში ალბათ რა. რთული საინტერესოა ხა, რომ იყოს ის მარტივი, იქნებოდით მარტივად. ალბათ უფრო გეშტალტ თერაპიული კუთხით ადამიანებს უყურებს ინდივიდუალურად და არა კრებსითაც შესაბამისად. აი ყველას ერთად აღებული ერთი საერთო პრობლემა რა აქვთ ქართველებს? აკუმულირებული სტრესი, რომელიც მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რაღაც მემკვიდრეობითაც გადმოდის და მე უკვე ადამიანს უჭირს ამასთან გამკლავება. სცენარებია, რომელიც გადაეცემა და გადაეცემა. და მე უკვე ხო, და მე უკვე აი ბავშვი ახლა რომელიც იბადება ამ გარემოში, ხო? თქოს რაღაცა ამ სტრესს და მემკვიდრეობით გადაცემულ ამ აკუმულირებულ სტრესს ატარებს. და მე უკვე უჭირს ამასთან გამკლავება ცხადია და მე შეიძლება ამ ყველაფერმა რაღაც სერიოზული დარღვევებიც გამოიწვიოს საბოლოო ჯამში. მაგალითად, შფოთვები. აი, შფოთვა არის ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს, დღეობით ალბათ ადამიანების და ჩემს ირგვლივ არ ვიცი, ხა ყველას თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მე ზოგადად პასიური დამკვირვებელი ვარ და რასაც მე ვაკვირდები, ყველა მეორეს რაღაც ეს პრობლემა აქვს. შენ გააქვს ჯაბა? ქონია, კი. ეხა ცირა თუ შემახსენებს თავს რაღაცა ინსტრუმენტები მაქვს უკვე გამომუშავებული. რა ინსტრუმენტები არსებობს? მე მგონია რომ საერთოდ როგორ შეხედავს შფოთვას. რესურსია ძალიან დიდი რა. არის კი ცხოვრების ხარის აქვეითებს იმ გაგებით რომ ადამიანს უკვე აღარ შეუძლია რომ ადეკვატურად იფუნქციონიროს, ხდება უნარო მეტწილად, მაგრამ ასევე ეგ არის ძალიან დიდი რესურსი. რაც შეუძლია რომ გამოიყენოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის ენერგია, შინაგანი წინააღმდეგობის შედეგად იქმნება, რომ მოთხოვნილებები, რომელიც არის რეპრესირებული, ან მოთხოვნილებები, რომელიც გარემო არ აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ ეს მოთხოვნილებები რომ დაიკმაყოფილოს, ნებისმიერი მოთხოვნილების გაჭედილობა, რომ არ მიდის დაკმაყოფილებამდე, შეზღუდვები საკუთარ თავთან. ალბათ. თუნდაც. თუმცა ეს არ არის მარტო საკუთარ თავთან, ახლა შეიძლება რომ ობიექტურად ვერ იკმაყოფილებდეს ადამიანი თავის მოთხოვნილებას. იყოს ესეთი მოთხოვნილება გქონდეს, რომელსაც ან ფიზიკურად არ არის გარემოში ის რესურსი, რითაც შეუძლია რომ დაიკმაყოფილოს და აქ ერთადერთი მისთვის გადარჩენის გზა არის ის, რომ ადაპტირდეს. ანუ მიიღოს ეს მოცემულობა და ეს მიმღებლობა კიდე ძალიან ჭირს. და კონფლიქტთან არის დაკავშირებული და აი ამ კონფლიქტის, შინაგანი კონფლიქტის შედეგად წარმოიშვება ემოცია, რომელიც არის შფოთვა, განგაში. მეც მქონია და ძალიან საშინელი შეგრძნება. სხვათა შორის აიდენტიფიცირებენ ესე, რომ ეს არის ქრონიკული. ანუ შფოთვითი გამოცდილება ვისაც აქვს, ხო ესე იდენტიფიცირდება, რომ ძლიერი სტიმულის შედეგად ეს აუცილებლად კიდევ განმეორდება. ან შესაძლოა განმეორდეს ეს? ის საშინელი 20 წლის შეგრძნებები? გამორიცხული. თუმცა, როცა ადამიანს გარკვეული გამოცდილება აქვს უკვე შფოთვასთან, მე უკვე იწყებს ეს განცდა მასში ასიმილირებას. როცა მოვიდეს იგივე სიმძაფრით, ხო? ფაქტობრივად შფოთვას აძლიერებს რა? ადამიანის რეაქცია მის მიმართ. ეს შეიძლება იყოს ფიქრის სახით, შინაგანი წინააღმდეგობა აქვს მასთან, რომ ნუ არ მოსწონს ახლა ეს ემოცია და არც არის ამაში ვერც გამტყუნება ხა ადამიანს რომ არ მოსწონს და ეს წინააღმდეგობა მას უფრო აძლიერებს. მაგრამ თუ აქვს შფოთვებთან უკვე გარკვეული გამოცდილება, შემდგომ უკვე არა მოწონებაზე არ არის. შეგება უნდა თუ აი თქვათ მაქვს ეს შფოთვითი შემოტევები. ხო. რომელიც მიგრძელდება 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, რა თქმა უნდა, მიზეზშედეგობრივი კავშირებიც აქვს ამ ყველაფერს. რას ვაკეთებ პირველი? ნუ სანამ ფსიქოთერაპევტამდე მივალ და სანამ რაღაცა სპეციალისტს მიმართავ. შფოთვა ძალიან ახლოს არის შიშთან. ფაქტიურად ერთი და იგივე ბუნება აქვს შფოთვას და შიშს. უბრალოდ შიშს გააჩნია ობიექტი. შფოთვა ბევრად უფრო აბსტრაქტულია. შეიძლება გარემოში არაფერი საფრთხე არ არის, მაგრამ ადამიანში არის ეს შინაგანი განგაში. თუ
თუ შფოთვას ადამიანი დაამიწებს, ანუ კონკრეტულ რაღაცა სახესთან ან მოვლენასთან დააკავშირებს და ამ ბოლო წერტილთან მივა. პირობითად ვამბობ, ხა შფოთვის დროს ძალიან ხშირია შიში სიკვდილის. რომ ანუ ადამიანს რო ეკითხები, რომ რა არის შენთვის აქ ყველაზე დიდი განგაშის მომგვრელი შფოთვის დროს, ხო? აიდენტიფიცირებს ბოლო წერტილს, რომ აი მოკვდები. და ამ დროს იქამდე მთელი რიგი ამბებია. მთელი რიგი ამბებია, ცხადია და ეხლა ძალიან ფულად სათქმელი არა როგორ შეიძლება. მოდი გავყვეთ, საინტერესო იქნება. ადაპტირდე. მაგალითებზე საუბარი ყოველთვის კაია. აი შფოთვები მაქვს. მეშინია სიკვდილის, მაგრამ რატომ მეშინია ვთქვათ, აი როგორ მივიდე იქამდე? აქ მიდის რა, რომ ეს არის გარდაუვალი რეალობა, რომელიც ოდესმე მაინც დადგება. ადამიანს რაც არ უნდა ამის მიმართ მიმღებლობა არ ქონდეს, ხო? ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერ გავექცევით. თავისთავად. ბოლოს მაინც ყველა მოვკვდები. კი. ძალიან პოზიტიურად მივხვდები. საერთოდ არ მგონია, რომ ამის ყველაფერი სრულდება და მაგითო. აქ ერთადერთი გზა არის ის, რომ უნდა ადაპტირდეს და ქონდეს მიმღებლობა. შესაბამისად, თუ კი მასში დაიწყება პროცესი, რომ ნაწილობრივ მაინც დაიწყებს ამის მიმღებლობას, მისთვის უკვე შფოთვა ძალას დაკარგავს. ზოგადად ასევე ახასიათებს შფოთვას რა, რომ ეს ადამიანებს ზოგადად ეშინიათ გაურკვევლობის. კი. როცა რაღაც არის. ბუნდოვანია, არის. შესაბამისად, თუ რაღაცა წერტილს დაუკავშირებს, მე უკვე მართვა ადვილდება. არ გვინდა რა ეს ფოთვა სხვა რამეზე ვილაპარაკო. სხვა რამეზე ვერ ვილაპარაკებ ხა. შენ ისა გაქვს ხო პროექცია თუ რა ვიცი რა დავარ. ყავდა ბოდიბილდერი სტუმრად და მე ვფიქრობ ეს ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ძალიან შველი ამბავს რა. კი, ეს ნამდვილად ესეა. ხშირ შემთხვევაში მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი სხვათა შორის, ვინც აი თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებს აგვარებს ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლებით. თუმცა მაინც სადღაც მგონია რომ ადგილობრივი ანესთეზია. და გაქცევა. ცხადია ხა ფიზიკური აქტივობის დროს, როცა კუნთები იწყებს ტკივილს, ხო, ყურადღებას იპარავს სხეული. და უკვე ეს ადამიანი აღარ არის ამ თავის ფიქრებში მომწყდეული. კი, შეგვიძლია რომ გაქცევათ ჩავთვალოთ, მაგრამ ასევე შეგვიძლია რომ თვითზრუნვად და ჩავთვალოთ. შესაბამისად, ანუ შეიძლება რომ დროებით, რომ მისი ფსიქიკა რომ მომჯობინდეს, ჯობია რომ რაღაცა ეტაპზე დაიწყოს ვარჯიში, მიმართოს სხვადასხვა ფიზიკური იქნება ეს თუ სხვადასხვა აქტივობებს, რომ მოაძლიეროს თავისი თავი და მერე დაუბრუნდეს უკვე ამ кейს გადასამუშავებლად. ჯაბა, აი შფოთვის უკიდურესი მდგომარეობა რა არის? აი სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი? სომატიკაში გამოვლინებები. უკვე იწყება კუნთების სპაზმი, შეიძლება ყბის დაჭიმულობა, მოჭერეთი სახის ტკივილები, თავის არის. ხო, ცხადია, გონება რასაც პრესავს, ეს აისახება სხეულზე. ძირითად შემთხვევაში, შფოთვის გამოწვევი ასევე არის ფსიქოლოგიაში, ამას ვეძახით ჩვენ რეტროფლექსიას, რაც არის გამოუხატავი აგრესია მაგალითად, გამოუხატავი სურვილები, დაუკმაყოფილებელი და ასევე გამოხატვის პრობლემა, როცა აქვს ადამიანს, ხო? და ეს არაცნობიერია. ხშირ შემთხვევაში სოციალურ ქსელში, კომენტარებში და სხვადასხვა პოსტებში ავლენენ იმ ჩატკეპილ და აკუმულირებულ აგრესიას, რასაც ესე სიტყვით ვერ ამბობენ. იმიტომ რომ ეს ხო არ იკარგება. ანუ რაღაცას არ ამუშავებს, პრესავს და მე უკვე რაღაცა ფორმით სულ მოусმენრობაშია. რაღაცა ფორმით მან რეალიზება უნდა მოახდინოს. შეიძლება იყოს უცავედი აფეთქება მაგალითად, სრულიად რაღაცა უწყინარ სიტუაციაში, ხო? და თვითონაც ვერ ხვდება რომ რა მოხდა, რა ისი ბრალია. ეს ხშირად არის ხოლმე მაგალითად აღზრდის პრობლემა, რომ თუ მაგალითად მშობლები ყავს ძალიან მკაცრი, ბავშვი ეჩვევა რას, რომ ღია გამოხატვა მისთვის, ხო, უკვე ხდება არაბუნებრივი, იმიტომ რომ შიში აქ რომ დაისჯება. და ამის დასწავლას ახდენს და მე უკვე ამის დასწავლის შედეგად ფაქტიურად ამითი გადარჩება ისი ადაპტირებს, რომ ესე იგი რაღაც აგრესია რომ მაქვს, ამას თუ მე არ გამოვხატავ, არავინ არაფერს უც არ მეტყვის და ამითი გავდივარ ფონს. მაგრამ მე უკვე რო იზრდება, ამ მექანიზმს ისე ვიყენებს არაცნობიერად. გადავიდეთ გეშტალტ თერაპიაზე და რა როლი აქვს ამ თერაპიას და საერთოდ რას ნიშნავს ეს გეშტალტი? ყლებია მესმის, მაგრამ აი განცდა რეფლექსიის დონეზე მაინც ვერ გავიგე გეშტალტი რას გულისხმობს. ტელევიზორთან რო ახლოს მიხვიდე და ეს პიქსელებად რასაც ხედავ, რო გამოხვალ გვერდიდან და მასშტაბურად დაინახავ ერთ მთლიან სურათს, ეგ გავიგე. აი ძალიან სწორი ახსნა ეს. სწორი კითხვა და ახსენი მე. კი, და მადლობა. გეშტალტი უყურებს როგორ? ყველა რაკურსიდან ნებისმიერ მოვლენას აქვს სხვადასხვანაირი ფორმა, გაჩნია რა დისტანციიდან ხედავ. ხო ესეა. ახლოს მივალ და აბსოლუტურად სხვანაირია. ხო. და
დისტანციაზე რეალურად არის აბსოლუტურად სხვანაირი. რაც იგულისხმება რა, რომ ის ხედავს ადამიანს როგორც მთლიანობასთან კავშირში ვინ არის და რა არის. არ ახარისხებს ადამიანს როგორც მხოლოდ მისი შიდა პროცესების ჯამს. მაგალითად, ეხლა შეიძლება მე შფოთვა მაქვს, შესაბამისი ფიქრები მაქვს, აზრები მაქვს და ამათი ჯამი მე არ ვარ. ამათი ჯამი ჩემში ქმნის რაღაცა ახალ გემოს, რომელიც უშუალოდ აი ამ ინგრედიენტებზე არ დაიყვანება. და ეს არის რაღაცა მეტი. ანუ მასშტაბურად როცა ვუყურებ რაღაც მოცემულობას, მე მეღიმება? ხო. აი ადამიანი მაგალითად უნდა იქნას განხილული როგორ რომ საცხოვრობს, სად დაიბადა, რა კულტურის ნაწილია, ვინ არის, რა აღზრდა აქვს, ვისთან აქვს ურთიერთობა და ამავდროულად აქ და ახლა ეს ყველაფერი ერთად როგორ ეხება ამ რეალობას, რომელ რეალობაშიც არის. იმიტომ რომ ეს რეალობაც რეალურად ხო? ეს რეალობაც ხო? მასში იწვევს იმას, რაც ახლა ამ წუთას არის. და შესაბამისად, ანუ ეს მთელი კრებული ერთად არის ის. იმიტომ რომ ამ რეალობის გარეშე ის არ არსებობს. ამ წუთას მე შენ გარეშე არ ვარსებობ და პირიქით და ეს კონტაქტი ქმნის მე ისეთად როგორიც ვარ და შენ ისედაც როგორიც ხარ. ანუ ფაქტიურად ჩვენ ერთმანეთში ვიწვევთ რაღაცებს ვატრიგერებთ და ეს არაცნობიერი პროცესია და ეს რაღაცა ერთ მთელს ქმნის. და ეს არის გეშტალტი. და შესაბამისად, ანუ მან ადამიანი დაინახა განსხვავებულად. ეხლა ფსიქოანალიზმა მაგალითად პრიორიტეტი მისცა ანალიტიკას. ანალიზი და წარსული განსაზღვრავს მის მომავალს. აქ დაინახა, აქ ჩაავლო მან. და სხვა მიმართულებებმა სხვადასხვა პროცესები აიღო. მისთვის რაც იყო პრიორიტეტი, მაგალითად ქცევით ფსიქოლოგიისთვის მნიშვნელოვანი იყო ქცევა ადამიანს. მაგრამ აი გეშტალტმა შეხედა, რომ ეს ყველაფერი გაიტანა რაღაცნაირად და ადამიანი დაინახა მთელთან კავშირში და მასთან ასიმილირებული დაინახა, რომ აი რა არის ადამიანი და სამყარო ერთობლიობაში და არა ცალკე აღებულად ადამიანი. ჩემი სულიერი სამყარო ყოფილა ეს გეშტალტი. ნამდვილად, კი, სხვათა შორის აი ზუსტად ესეა, რომ აი ამ ეზოთერული ცოდნების რაღაცა დამიწება ხდება აქ და ახსნა თეორიული, მასალად ეხლა ველის თეორიაც ზუსტად ეს არის. სინამდვილეში ეს ეზოთერული და ეს კარმაზე ინფორმაცია ყველას აქვს, მაგრამ ის ამას ხსნის როგორც მეცნიერულად დასაბუთებს, რომ როგორ რეაგირებს ადამიანისა და ველის თანადამოკიდებულება და კონტაქტი და ის განიხილოს, რომ ადამიანი საერთოდ ველის ნაწილია. ველი ასახავს მასში რაღაცებს, იწვევს ამ პირიქით ახშობს. ჟაბა, არ ფიქრობ, რომ ფსიქოანალიზმა რაღაც თავისი მოჭამა? ჯერ იყო ფილოსოფია, ხო? ფილოსოფია თითქოს ჩაანაცვლა შემდეგ ამ ფსიქოანალიზმა. 21 საუკუნეში უკვე რაღაცა უფრო მეტს ითხოვს, თითქოს სამყარო, არ ფიქრობ ესე, რომ რაღაცები გაიცვით და აღარ არის საკმარისი მხოლოდ ეს თუნდაც მეცნიერული დასკვნები ადამიანის ფსიქიურ სტრუქტურასთან დაკავშირებით. ნამდვილად გეთანხმები, თუმცა ანუ მასში არის რაღაცები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი შენ ახსენე ახლა იუნგი. იუნგი ეზოთერიკაში გავიდა და იქიდან ძალიან ბევრი რამე იცეს. მისტიციზმში გავიდა. ხო, თუნდაც ეს კოლექტიური არაცნობიერის ამბავი, ხო? არქეტიპები თუნდაც, ხო? და ღმერთიც იწამა. და ღმერთიც იწამა და კი არ მწამს ვიციო, მეტი. ხატია რომ ანუ ამ ერთი მოძღვრებით ადამიანს ამოწურვა შეუძლებელია. თუმცა ეხება საკითხებს, რომელიც საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ ნამდვილად აქვს ამას საფუძველი, არაცნობიერის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიაში და ამას ვამტკიცეთ, რომ არაცნობიერი არსებობს. ადამიანის ხო ვერ ხედავთ. მაგრამ ვერ ხედავთ, ხო? ისევე როგორც ღმერთს. ისევე როგორც ღმერთს, ხო. ეს ფსიქოთერაპიული მოძღვრებები უკვე ხდება კომპლექსური. აღარ არის მხოლოდ ერთი მიმართულებით რა. აი გეშტალტ თერაპიის მეთოდიკა როგორია? გეშტალტ თერაპია ისეთივე სპონტანურია და ისეთივე პროცესზე ორიენტირებულია, როგორც ცხოვრება. ამისი ახსნა ესე შეუძლებელია. ეს იგივეა, რომ აი მაგალითად ურთიერთობას იწყებდე ადამიანს და აი რას ეთქვი პირველი. ეს არის სპონტანური და ეს არის აწმყოში უნდა დაიბადოს მასთან კონტაქტი. ფსიქოთერაპევტებს რო გჭირდებათ ხოლმე ფსიქოთერაპიები, მაგ დროს რა შვებით? ანუ თვით მკურნალობას ეწევით თუ? არა, რა თქმა უნდა. რა გჭირდება? ძალიან მეწყობა ხო? სათვალე მოიხსენე. მოყურებელს. იმიტომ არ ვიცი ახლა სათვალეს.
ერთ-ერთ გადაცემაში თქვი, რომ ეს ცნობილი თეორია ფროიდის თუ იუნგის ზუსტად აღარ მახსოვს. იქ თქვი, რომ ფროიდის თქო, მაგრამ მე მგონი აღმოაჩინა, რომ იუნგის არის, რომ ადამიანს სხვა ადამიანში აღიზიანებს მხოლოდ ორი რამ, თუ კონკრეტულ ადამიანში არის ისეთი რამ, რაც შენ არ მოგწონს, ესე იგი შენშიც არის და მეორე შემთხვევაში თუ ადამიანში არის ისეთი რამ, რაც შენში არ არის და გინდა რომ იყოს. აი წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ მე რაღაცას ვერ ვიტანდი ჩემ თავში და ეხლა წინ ხედავ. რა თქმა უნდა, რომ გამაღიზიანებს. იმიტომ რომ მე ეს რომ აღიზიანებ და იმიტომ დავთრგუნე. ეს როდესღაც მოხდა. და ეხლა უკვე ჩემს წინ არის ეს. და ცხადია რომ აღიზიანებს და რეალურად ის ადამიანი კი არ აღიზიანებს. ეს არის საკუთარი თავი აღიზიანებს. საბოლოო ჯამში ეს ჩემშია. ჩემი რაღაცა ნაწილის მიუღებლობა იწვევს ამას, რომ მე უკვე იმ ნაწილს როცა გარემოში ვხედავ, იგივე დამოკიდებულება მაქვს, რაც ამაქვს ჩემი ნაწილის მიმართ. ჩემი ნაწილი რატო დავთრგუნე? იმიტომ რომ მის მიმართ ქონდა მიუღებლობა და ეხლა კონკრეტული ადამიანის სახით ვხედავ ჩემ თვალწინ და ეს მაღიზიანებს. მეორე შემთხვევა, როცა კონკრეტულ ადამიანში არის ისეთი რამ, რაც შენში არ არის და გინდა რომ იყოს. ეს უკვე დეფიციტია. ეს არის ილუზია, რომ მე თუ მასთან ვიქნები, მაგდრო რომ შესაძლებელია რომ მიჯაჭვოლობის პარტნიორულ ურთიერთობებში ხშირად არის და აქ ჩნდება ძალიან ძლიერი მიჯაჭვოლობა და რატო რომ მას აქვს ილუზია. მაგალითად მე არ ვარ თავდაჯერებული. და არის ვიღაცი ძალიან თავდაჯერებული. მასთან ერთად ყოფნით მიჩნდება ილუზია, რომ მე ამას შევივსებ, ამ დეფიციტს. მე როგორ განშორებას აქ ძალიან ჭირს, იმიტომ რომ მე ის დეფიციტი ისევ თავს იჩენს. მაგრამ სინამდვილეში არის ის, რომ თვითონ განიცდის ადამიანი არასრულ ფასოვნებას და ამასთან ურთიერთობას ვერ ახდენს და გარე ვალიდაციით, გარემოში ეძებს ამას, რომ რაღაცნაირად შიმშილი რო შეივსოს. იდეალური მდგომარეობა როგორია ადამიანის. აი როცა ვამბობ, რომ აი კარგად ვარ და ამაში არავის არ მიუძღვის წვლილი, არც ერთ თქვენგანს და არც გარემოს და არც არავის. ჩემი გაგებით, მაინც ეს არის ძალიან ინდივიდუალური. ვისთვის რა არის ეს? განთავისუფლება, რასაც ხშირად ახსენებ შენს რაღაც სხვადასხვა ბლოგებში, ხო? განთავისუფლება რას ნიშნავს? იცი რა, რატო გეკითხები ამას? 1-2-3 წლის წინ მეც მეგონა, რომ ეს განთავისუფლება, ეს ჩამოშორება რაღაც სხვადასხვა ფიქრებისგან, დაცლა, მეხსიერების წაშლა, რაღაც იდენტობების ჩამოშლა და ასე შემდეგ, ეს არის განთავისუფლება და ეს არის რაღაცა სიმსუბუქე, მაგრამ მე მივხვდი, რომ აი ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება არსად არ ვდევნი. აქ და ახლა ვარ ამ ყველაფრით. შეიძლება მომავალ წელს სხვანაირად ვიფიქრო, იმის შემდეგ კიდე სხვა. მე მგონია რომ მუდმივად იცვლება ჩემი შინაგანი პროცესები და შეხედულებები და ეს საერთოდ არ მგონია რომ ეს რაღაცა უპრინციპობაა პირიქით. განვითარების პროცესია მე მგონია. ძალიან სწორად ახსენი, ფაქტურად ეგ არის. აქ არაფრის წაშლა არ არის და არაფრის დაკორექტირება არ არის, იმიტომ რომ აქ მე არ მოქმედებ. არის ის, რაც არის, მე ვარ უბრალოდ ფაქტებთან, ჩემ შიდა პროცესებს ვეხები ისეთად, როგორიც ის ნამდვილად არის. და მასთან ერთად ზუსტადაც, რომ ცხოვრებას უბრალოდ ვახერხებ და ეს ცხოვრების მოხერხება რა არის, რომ მე ვხსნი მის მიმართ წინააღმდეგობას და აქ აღარ მაქვს უკვე დახარისხების ინსტრუმენტად არ შემომაქვს, აქ მე დახარისხება. და მე ხვდები ამის დამკვირვებელი და რეალურად ეს არის მედიტაცია. და განთავისუფლებაც ეს არის. განთავისუფლება არ ნიშნავს, რომ ის ფიქრები აღარ არსებობს. ცხადია, რომ არსებობს ის ფიქრები და შეიძლება უარესიც, მაგრამ უკვე ფიქრები, რომ ძალიან მძაფრად აღარ რეზონირებს შენთან. არის, მაგრამ არ არის. ხო, უკვე ხა ის ფიქრებს უკვე დანიშნულება ხო ეცლება. თუ მასში ეს აღარ მოქმედებს, უკვე ეს ემოცია იკარგება ძალა. აი წყალთან მიმართებაში მაგალითად ხო, ანუ ვერანაირ ფორმას ესე ვერ მისცემ და ვერც გატეხავ, ვერ დაამტრო ხო და შესაბამისად უკვე აზრს კარგავს, რომ რაღაცა დავაზიანო. ვერ დავაზიანებ. რომ რეალურად ცხადია, რომ ტკივილიც იქნება, მაგრამ ტკივილთან დამოკიდებულება არ იქნება რეზისტენტული, რომ არ გამდევნი ამ ტკივილს. და ზუსტად ეს განდევნა ქმნის ტკივილს, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს. მე რომ ვაკონტროლებ, რომ არ მეტკინოს, ეს არის უკვე ტკივილის წარმომშობი. და თუ მე ვაძლევ თავისუფლად ფუნქციონირების საშუალებას, უკვე ის ძალას კარგავს. ხშირად მაქვს ხოლმე მეც აი ტერმინად მოვიხმარ დაუხურავი გეშტალტი. რას ნიშნავს ზოგადად და სწორი ფორმულირებაა თუ არა ეს წინადადება დაუხურავი გეშტალტი? დაუხურავი გეშტალტი არის, რაც წარსულიდან რაც მომყვება.
მაგალითად ადამიანს უჭირს რაღაცების გამოხატვა. თავისი აგრესიის გამოხატვა უჭირს, პირობითად ვამბობ. ან ნებისმიერი რაღაცა მოთხოვნილების გაჟღერება უჭირს. ეს სათავეს ხო იღებს წარსულიდან. ხო და ანუ ეს დაუხურავი გეშტალტი ნიშნავს იმას, რომ ის ეხლაც ტრიგერდება. ეს დატრიგერება იღებს წარსულიდან სათავეს და არანაირი კავშირი შეიძლება არ ქონდეს ამჟამინდელ რეალობასთან. და შესაბამისად, ანუ ეს ისტორია არ არის თვითონ დამთავრებული. აი მთავარი სიგნალი რა არის იმისა, რომ მე მივხვდე, რომ რაღაც არ მაქვს დამუშავებული და ჩახურული. მთავარი სიგნალი არის, რომ ჩემში რაღაც აღიძრა და მე არ მაქვს მასზე კონტროლი. რაღაცა მართავს, მაგრამ აი კონკრეტულ რაღაც სიტუაციაში და მე უკვე ადამიანები ამას აკეთებენ, რომ მე ესეთი ვარ. ესეთ იდენტიფიცირებას აძლევენ ხოლმე. მაგრამ სინამდვილეში ეს არის მექანიზმი, სათავე წარსულში აქვს ამ მექანიზმს. დღეს უბრალოდ ის მექანიზმი ავტომატურ რეჟიმში ირთვება. მაგალითად, აი მამის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება პროეცირდეს უფროსთან, ან პარტნიორთან. შეიძლება რომ პროეცირდეს. და ის იგივე ქცევას იმეორებს, რასაც წარსულში აკეთებდა მამასთან. მაგრამ უბრალოდ ამის გამიჯვნას ვერ ახდენს. იმიტომ რომ მაშინ ეს მექანიზმი მას გამოადგა, როგორ უნდა მივხვდე, რომ ეს რაღაც კონკრეტული ამბავი არის ჩასახური. ძირითად შემთხვევაში მუშაობა ყოველთვის იმაზე ხდება, რაც ხდება ჩემთვის ხელისშემშლელი. ხელისშემშლელობის იდენტიფიცირება რომ გამოვარკვიოთ არის ის, რომ მე მაქვს კონკრეტული მოთხოვნილება და ის ვერ კმაყოფილდება. აქ არის გაჭედილობა სადღაც. იმიტომ რომ მე მაქვს ფრუსტრაცია, რომ ჩემი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხდება და სად არის აქ გაჭედილობა, ამის იდენტიფიცირება უნდა მოვახდინო. ეს უკვე სამუშაოა. ანუ ამით ვერ ვიზამ? გააჩნია ცნობიერების ხარისხს. რა ცნობიერების ხარისხი აქვს ადამიანს. აი პარტნიორულ ურთიერთობებში რო ხელშემშლელია რაღაც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სადღაც წინა ურთიერთობა ჩაუხურავი ან დაუხურავი გეშტალტი, რომელიც აი მაგალითად რა შემთხვევაში შეიძლება რომ ხელშემშლელი გახდეს. ზოგადად ანუ წინა ურთიერთობის გავლენა შეიძლება გადაიტანო ახალ ურთიერთობაში. ფაქტიურად იმ ადამიანთან შენ კომუნიკაცია არ გაქვს და რეალურად ვერ ხედავ და იმ წარსულის ურთიერთობით ხემძღვანელობ. იქაური მოლოდინები, იქაური დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები გადმოგაქვს ან შეიძლება მიაწერო ამ ადამიანს პროექციულად რაღაც გარკვეული შინაარსი, რომელიც ის საერთოდ არ არის. ილუზორულად მიაწერო და მე უკვე ამ ილუზიასთან გაქვს შენ ურთიერთობა და არა რეალურად იმ ადამიანთან. მაგრამ ეს შეიძლება რომ წინა ურთიერთობიდან იყოს, მაგრამ სათავეს მაინც ღრმა წარსულიდან იღებს, იმიტომ რომ იმ წინა ურთიერთობაშიც მისი ქცევა რაღაცამ განაპირობა. შესაბამისად, ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ აი ცენტრალურ ძარღვს დავაჯდეთ, საიდანაც ეს სათავეს იღებს, მაინც ბავშვობაშია, მაინც მშობლებთან ურთიერთობაში გადის. იმიტომ რომ მთავარ მექანიზმებს ჩვენ სამყაროსთან ურთიერთობისთვის ვიყალიბებთ მშობლებთან ურთიერთობით. რომ როგორ გამოვხატავთ მასთან ჩვენს ემოციებს. როცა ძალიან პატარაა, 3 წლის არის, 4 წლის არის, როგორ გამოვხატავთ, როგორ აგებინებს, რომ რაღაცა უნდა. მე რანაირად პასუხობს მას მშობელი, როცა რაღაცა უნდა, გულისხმიერად, ანუ შეიძლება გამოუხატველადაც უკმაყოფილებდეს მშობელი და ის ეჩვევა რას, რომ სამყაროსთან ესეთ დამოკიდებულებას ეჩვევა, რომ მე როგორც კი რაღაცა გამიჩნდება, სამყარო უნდა დამიკმაყოფილოს. იმიტომ რომ ეს იყო მაშინ მოცემულობა. ეჭვიანობის მიზეზი შეიძლება იყოს მშობლებისგან ვერ მიღებული ყურადღება? ეჭვიანობას წინა პირობებია, დაუცველობასთან არის. გარკვეულწილად კავშირს, ხო, რაღაც insecurity-ია მან დრო. აი ზოგადად ეჭვიანი ბუნების როცა ადამიანი ამ შემთხვევაში. ალბათ მე თვითონ არის ეგეთი და მე სხვაშიც იგივე პრობლემას ხედავ. ალბათ ეგაა პირველი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს არის რაღაცა ტიპის დაუცველობა. ძალიან მაგარ თეორიას მივაგენი. ეჭვიანობის ორი მიზეზი არსებობს. ერთ შემთხვევაში ეს მიზეზი მოდის ბავშვობიდანო. და მეორე არის ძალიან საინტერესო. როცა პარტნიორი კონკრეტულ ადამიანზე ეჭვიანობს, თავად თვითონ იხიბლება მიუხედავად ერთნაირი სქესისა იმ ადამიანის მიმართ და შესაბამისად იქნება ეჭვიანობის განცდა. ანუ აქ საქმე არის რასთან, ისევ მის არასრულფასოვნებასთან. მას მიიჩნევს, რომ ის არის საკმარისად კარგი, წარმატებული და ანუ თვითონ იხიბლება. ხო, შეგვიძლია რომ ესეთი კი, შეგვიძლია რომ ესე რომ თქვა, რომ ხო, თვითონ მიიჩნევს მას როგორც მასზე აღმატებულს და შესაბამისად უკვე მან ჩნდება ეჭვი. მაგრამ აქ უკან ის დგას, რომ რატო ხდება ეს, რატო მიიჩნევს მასზე აღმატებულს, იმიტომ რომ თვითონ არ აქვს თავის თავში, ძალიან ესეთი ტერმინი ვთქვა, თავდაჯერებულობა და თავდაჯერებულობა იგულისხმება, რომ ვერ ცხოვრობს საკუთარ თავთან, თვითონ ვერ ცხოვრობს საკუთარ თავთან და შესაბამისად თავისი დეფიციტები აქვს, თავისი არასრულფასოვნების განცდა აქვს და უკვე მას მიაწერს, რომ ის ღირებულია და უკვე უჩნდება აქ ეჭვი, რომ ვიღაცა თუ ჩემზე ღირებულია, მე მას ვეჯიბრები. ხატრული
ლიტერატურას რამდენად აქვს გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე, განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში წაკითხულ ლიტერატურას. ნუ საკუთარი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ჯეკ ლონდონის დიდი სახლის პატარა დიასახლისი და ასევე ქარწაღებულნიდან სკარლეტ ოჰარას პერსონაჟი, რომლებთანაც დიდი ხანი ვაიდენტიფიცირებდი საკუთარ თავს. საკუთარ თავს პოულობ კონკრეტულ გმირებში, თუ მოგწონს ეს გმირები, თუ აი საიდან იქმნება ეს კავშირები მხატვრულ გმირებთან. ანუ ადამიანი ზოგადად მიდრეკილი არის თვით დამკვიდრებისკენ. მას უნდა მიიღოს აღიარება, თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოახდინოს, გამოარკვიოს რა უნდა მას საზოგადოებისგან და საზოგადოება რას თხოვს მას, ხო? ეტაპი როცა აქ გამორკვევა ხდება, ხო? ძირითადად გარდატეხის პერიოდია. ამ შემთხვევაში ხა ის მხატვრულ ლიტერატურაში მონახავს, ფილმში მონახავს, თავის სანაცნობოში მონახავს გარკვეულ ავტორიტეტებს, რომლებიც ამ ყველაფერს რაც მას უნდა, კარგად იკმაყოფილებენ. აი რომელ ასაკშია ყველაზე ლაბილური ფსიქიკა, რომ აი შენ შეისრუტო სხვა პერსონაჟი და სხვისი გმირი მოირგო საკუთარ თავს? 20 წლამდე. სადაც უკვე ხო, ცხადია რომ უკვე ანუ 20 წლამდე საერთოდ არ ვიკითხოთ წინასწარ. არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში. ხო, ну ცხადია ახლა, რომ ანუ ეს მეს ჩამოყალიბება როცა ხდება, ადამიანი ეძებს რაღაცა ყალიბებს, რომელშიც ჩაჯდება. აი პირობითად წაიკითხა რაღაც ლიტერატურა, სადაც მოეწონა რომელიღაცა გმირი და რატომ მოეწონა, ეს ხო შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ის გმირი იმ მოთხოვნილებას, რომელიც მას აქვს, კარგად იკმაყოფილებს და იკმაყოფილებს რაღაც გარკვეული ხერხები და შესაბამისად მას უჩდება მიმბაძველობა, რომ ეს მოთხოვნილებები რომ დაიკმაყოფილოს თვითონ, ხო? და უკვე ამ გმირის ტყავში ჯდება. ძალიან პატარა ასაკში ხომ მშობლებია ეს. მე უკვე როცა გამოდის სოციალიზაციას, როცა ახდენს, მე უკვე თანატოლებში ეძებს ავტორიტეტებს, ან თვითონ ხდება ავტორიტეტი. და ამ შემთხვევაში უკვე რაღაცა მოდელები ჭირდება, რომელსაც მიბაძავს. თუმცა აქ ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ აი ამ რაღაცა მოდელების ათვისებით ის თავის თავს არკვევს მე უკვე საბოლოო ჯამში რა. ამ მოდელების ასიმილირება ხდება და მეს არკვევს თავის თავს. რაღაცას დახვეწავს, რაღაცას მოუმატებს, რაღაცას დააკლებს, რაღაცაზე იტყვის რომ ეს ჩემი არ არის. ხება გაცხრილვა. ხო, ამ ორო მტრიალიდან რაღაცა მე ყალიბდება. ჯაბა, სულ ასეთ სერიოზული ხარ? ძალიან. ზოგადად ანუ პიროვნულად ეგეთ სერიოზული ხარ? სერიოზული ვარ, ხა? აი რაღაცნაირი იმიჯი. სერიოზული იმიჯი გაქვს. მე მგონი შენს აუდიტორიას შენი ღიმილი ჯერ არ უნახავს, ექსკლუზივი მექნება. ამ ადამიანის ღიმილი ეს. რატო ეს ადამიანი რომ მოვიდა იღიმის? არ იღიმის არასდროს, სულ სერიოზული. შეიძლება არ იცინოდეს, მაგრამ იღიმის. ხო. აურია ეს. ხო, რას მეკითხებოდი? განაცდა კაც. ხო არის ხოლმე აი ადამიანები, ფსიქოტიპები, რომლებსაც აი სიბნელე იზიდავთ. და ეს რაღაცა ტკბობის განცდა აქვს იმ ბნელში. კივილი იქნება ეს თუ რა ვიცი რა უბნელი რაღაც ფიქრები. როგორ შეიძლება ეს სიბნელე გიზიდავდეს და ეს გითხრევდეს რაღაც ადრე. რას გულისხმობს სიბნელეში? უფრო ალბათ არის ის, რომ უარყოფითისკენ აქვს მიდრეკილება. მარტივად რო ვთქვათ, როცა ადამიანებს უარყოფითისკენ, ნეგატივისკენ და რაღაც კივილისკენ აქვთ მიდრეკილება. რაღაცას ხო აძლევს ეს ადამიანს, ხო? აძლევს რა რაღაცას? თქმა უნდა, ანუ ნებისმიერი. მეორადი სარგებელი აქვს, თორე სხვა შემთხვევაში ფსიქიკა არაფერს არ დაიტოვებს, თუ ამითი არ სარგებლობს. პირობითად ეხა უარყოფითისკენ მიდრეკილი ადამიანები ხშირად ითხოვენ შველას, ხო? ყურადღებას ითხოვენ, დახმარებას ითხოვენ და ეს რაღაცა უარყოფითისკენ, უარყოფითისკენ სვერპლის როლი? სვერპლის როლი ცხადია და რომელიც მე უკვე რაღაცა სარგებელს აძლევს და შესაბამისად ეს როლი კარგად აქვს მორგებული და შეგვიძლია რომ ესე ვთქვათ ჩვენ. ნუ აქედან განთავისუფლება ალბათ იმ კუთხით ხდება, რომ ადამიანმა საკუთარ თავს თვითონ მისცეს ის, რასაც ხვებისგან ითხოვს და უკვე საჭიროება აღარ ექნება საიმისოდ, რომ იყოს მოწყენილი, სევდიანი. ეს სევდა და მოწყენაც ხო, რაღაც სარგებელს აძლევს. რაღაც ბენეფიტი აქვს ამას. აბა რატოა სევდიანი? რა ვიცი, ძალიან მოსაწყენია სევდაში ყოფნა, არა? ხო, მაგრამ ამით იღებს რაღაცას. ჩემთვის მაქსიმუმი 1 დღეა სევდაში ყოფნა. კაცია და გუნება ეხლა რა შენ რა, შენ ხარ. გარკვეული სტრატეგია. სხვათა შორის შფოთვაზე რო საუბრობდით, შფოთვასაც აქვს მსგავსი სარგებელი. ადამიანს ზოგადად უჭირს რაღაცა მდგომარეობიდან გამოსვლა, იმიტომ რომ ამ სარგებლიდან ხელის გაშვება უჭირს და ეს არაცნობიერი პროცესია. შფოთვარე ადამიანის ირგვლივ რო დააკვირდე, კი არის ცუდად, მაგრამ რამხელა ყურადღება ტრიალებს რო დააკვირდე, გაუცდები. მშობლების მხრიდან, მეგობრების მხრიდან, ახლობლების მხრიდან. ანუ ზოგი როლშია და ბოლომდე როლშია, ცხადია, ხო და ეს მოწონს.
რა, ამისგან იღებს სარგებლობს და იკვებება. ხელის გაშვება უჭირს, იმიტომ არის რომ ანუ ყოველთვის სისუსტეა ერთგვარი შეიძლება ესე ითქვას, როცა ადამიანს მუდმივად ნეგატივი იზიდავს ერთგვარი სისუსტეა, გამომდინარე იქედან, რომ იქ პოულობს რაღაც საზრდოს. ეს თვითონ ეს სისუსტე მას რაღაცას აძლევს. მაგრამ ეს პროცესი არ ცნობიერდება, ეს არის არაცნობიერი პროცესი. აი, წარმოვიდგინე ახლა რომ რეპრესირებული რაღაც მოთხოვნილება არის და არაცნობიერი სჭირდება სტრატეგია, რომ ეს მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილოს. და რას უნდა მიმართოს? შეიძლება სხვადასხვა გზებს მიმართოს. ერთ-ერთი შეიძლება იყოს შფოთვა. შფოთვას დამართებს, იმიტომ რომ მიიღოს ის რისი დეფიციტიც აქვს. ან გახდის უარყოფითისკენ მიდრეკილს, იმიტომ რომ მიიღოს ის რისი დეფიციტიც აქვს და საბოლოო ჯამში ეს არის მისი სტრატეგიებია. მაგრამ ამას ახლა ადამიანი ესე ვერაცნობიერებს, ახლა ნებისმიერ ადამიანთან რომ მიხვიდე და კითხო, ის გეტყვის რომ მე ძალიან ვიტანჯები რომ შფოთვა მაქვს. მე ძალიან ვიტანჯები რომ ცუდად ვარ. მაგრამ სინამდვილეში ეს ტანჯვა რაღაცას აძლევს. ნარცისიზმი არის ტანჯვა? შეიძლება იყოს ტანჯვა, კი. იმიტომ რომ მას თავისი ტანჯვები აქვს, ხადია. ეგოცენტრიზმი და ნარცისიზმი ერთი და იგივეა? ეგოცენტრულობა შეიძლება ახასიათებდეს ადამიანს რაღაცა სიტუაციებში და შეიძლება არ იყოს ნარცისი. ნარცისიზმის ზოგადი აი ყველაზე კარგი განმარტება არის რომ ის ვერ გრძნობს სხვა ემოციურ ეგზისტენციას, რომ ანუ მაგალითად სხვა ადამიანი, რომელსაც აქვს განცდები და რომელსაც ტკივა, სხვა ემოციური ეგზისტენცია მისთვის არ არსებობს. ის საზღვრავს თავისი თავიდან მხოლოდ. ის ანუ ემპათია არ აქვს. მანდა მაინც დღევანდელ დღეს უნდა მოგეყვანა ასეთი სტუმარი ჩემი. მანდა მაინც დღეს. რატო რა გჭირს? არა ვარ კარგად. რა არჩევებს მისცემ? ბოლოსკენ მინდა რომ თან წავიდეთ და ბევრი ადამიანი არ არის კარგად, აი გულწრფელად ეხა ყველანი. მე არა ვარ კარგად დავლიე გუშტო ისე გადასარევად გზნობ თავს შენიურად ვარ. პირიქით მე მივიღებ ეხა რჩევებს. ანუ ერთადერთი არავინ არა ვარ და კარგად. მაგაზე შევთანხმდეთ რომ კარგად ვარ კარგად? არა, თქვენ არ გეხებათ. თქვენ არ გეხებათ. თქვენობით რატომ ელაპარაკები? არა, ეხლა უტრირებ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი გადაცემისთვის ჩამოხვედი. მე ვიცი რომ ჩემი გადაცემისთვის ჩამოხვედი პერსონალურად. კარგი ეს ვთქვათ რომ არა? კი, ნამდვილად ეს. მოგასწრე? მადლობა ძალიან დიდი პირიქით. ამ ხუთი კაციდან ვინ მიიღო ეხა ფსიქოთერაპია? რომელმა მივიღო? მეგონი ვაფშე მე ვმუშაობ აქ ჩემ თავზე. რაღაც უკეთ გზნობ თავს და არ ვიცი რატო. იცი რა არის ცოტა თბილისის ენერგეტიკა დამძიმდა. ბოლოს რამდენჯერაც ვიყავი ენერგეტიკულ სიმძიმეს ვგრძნობ ამ ქალაქში. და ერთ სულ მაქვს დაუბრუნდები ბათუმში. ვიცი აქ მეც მომწონს, მაგრამ სხვა შორის რა.